გამარჯობა ჩემო საყვარლებო ძვირფასებო მე დავბრუნდი ისე ვიძახი დავბრუნდი თითქოს ყოველ კვირა ვდებ ვიდეოს მაგრამ მაინც დავბრუნდი ესე ვიტყვი ცოტა ჩემში თუ რაღაცა ისეთი არასტანდარტული შენიშნეთ მაგალითად ესე კარგად რომ გამოვიყურებ ესე გენიალურად და მოდურად რომ მაცვე იმის ბრალია რომ სადღაც ვიყავი ჩემმა ძმამ თოლის მოყვანის პროცესშია ჩემი ძმა და მის ოჯახთან ვიყავი მისულდა ცოტა ღვინის დალევა მომიწია იტყვით ახლა რომ ღვინის დალევა რომ მოგიწიაო გამოფხიზლებული ყავი და მე ჩაგეწერა ვიდეო მაგრამ ვეღარ ჩავწერ ვიდეოს იმიტომ რომ რაღაცა ბევრი საქმე მაქვს ძალიან და დღეს გვეჭველი და ჩავწერო და რა საქმეები მაქვს ამას შეგადაშეგ მოგიყვებით ეს მოდი რომ არ დამაუწყდეს რომ ეს გენიალური კომენტარების სივრცე ისევ აქ ამონათო ჩემი საყვარელი კომენტარები ცოტა ხნის წინ დავდე ცოტა ხნის წინა ვიდეო დავდე საათი და 5 წუთიანი და ნერვიულობდი რომ მეთქე საათი და 5 წუთიან ვიდეოს ვდებ და ეხა მეთქი რამე ცუც ხوار ვაშავებ ისეც ხوار ვაკეთებ მაგრამ წინა ვიდეოს აჯობა თავის ნახვებით და გამოხმაურებით და ასე შემდეგ უღრმესი მადლობა რომ თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენ წუთიან ვიდეოს დავდებ მაინც რომ ჩემთან ხართ იმ 8000 კაც ვესაუბრები 8000 არ მოდი 9000 კაც ვესაუბრები ვინც მიყურებს ხოლმე ძალიან დიდი მადლობა ძალიან მართლა გულწრფელად ეხა ცოტა ოდნავ შეზარხოშებული ვარ და უფრო გულწრფელი და უფრო გამომხატველი ვიქნები თავს ვიყავებ ხოლმე იმიტომ რომ ხანდახან რომ გამოვხატავ ხოლმე ჩემ ემოციებს გიჟი ვგონი ვარ ადამიანებს ზოგს ყალბი ზოგს დეგენერატი მაგრამ იცოდეთ რომ ეხლა ვარ 100% გულწრფელი და მართლა გულწრფელად იმ 8000 ადამიანისთვის მე თქვენთვის თავს გავწირა ვიყავი ეს რაც არის ხა დაემატა ჩემს სტუდიას გენიალური სტუდია მაქვს იცით ძალიან ძვირი დამიჯდა ამ სტუდიის აწყობა დაემატა ახალი რაღაცა უკან ჩემი სათამაშო დევს რომელიც პეჩოს არხზე ვიყავი პეჩომ Foxy Friend Stores და ამზადებინა ესეთი თოჯინებს ამზადებენ და ძალიან დიდი მადლობა ორივეს არხსაც და კომპანიასაც მინდა ვიდეო ამონათო სადაც ნახოთ რომ გადავცემ გამარჯვებულ სეტანტას მერჩს ძმობას მიცავარ ძმებო ჩაბარებული კი არის მაგრამ YouTube ლიგის სეზონი პირველი სეზონი ჩატარებ უფრო გამიმარტივდა ვიდრე ამ ადამიანამდე მოსვლა 2-3 ჯერ ვცადე და აი მესამე წელზე გამომგვივიდა მადლობა დიდი რა ჩემი გამომწერი ხარ თუ პროსტა კომენტარი დაწერე რაღაც ძმახა ამაკი სენდასკან კიდევ ერთი რა სენდა მანებივრებს ანუ ისე მანებივრებს ჩვენი სეტანტა ჩემი მეგობარი კომპანია სეტანტა ისე მანებივრებს რომ არ ვიცი ანუ ცოტა ხანში ლოგინიდან არა უდგები აი ძალიან განებივრებული რა გაზულუქებული ბავშვით ვყავარ რისთვისაც დიდი მადლობა და იმედია ზედმეტებში არ გადავა იმიტომ რომ გაზულუქება ადამიანისთვის ცუდია გამომიგზავნა ესეთი ჩანთა დიდი ჩანთა ხო გამომიგზავნა ერთი ცალი მე მეორე ხო გამომიგზავნა რომ თქვენთვის მომეცა ეხა ეს მესამე გამომიგზავნა შიგნით რადიოს არ ვიცი ეხა ვდგები უცებ დავაამბოქსებ მაქსიმალურად ჯგარა დავაამბოქსებ რომ თქვენთვის საინტერესო იყოს ავიდა ვინმე დამჭერი მინდა გავჩი ვისაც გაქვთ გამოცდილება 6 წლიანი მიკროფონის დაჭერის თუ შეიძლება რომ ვაკანსიას ვაცხადებ რომ მიკროფონი დამიჭიროთ ხოლმე როცა მე რაღაცებს დავაამბოქსებ არ ვიცი შეიძლება ვწდები მაგრამ ეს არის ესე კისერზე ეს არის კისერზე ჩამოიკიდებ ამას და ეს მობილურის დამჭერი არის სეტანტასი რა თქმა უნდა მოსულა მე სეტანტასი არ მწვენია თამამად შემიძლია სეტანტას რაღაცები მეკეთოს power bank-ი ძალაუფლების ბანკი ეს არის გადამყვანი როდესაც გაქვს მიკროფონი რომელსაც აქვს ჯეკი აი მიკროფონის შესაერთებელი რომ შეერთო და მე Type-C მობილურზე გადაიყვანო და ალბათ მაგის ნიფიც იქნება იგარე წერილი არ ჩემთვის ყველას ახ სიმართლე გითხრა ხა დებილივით გამიღიმა რა დებილის გამოყენება უკვე შეიძლება აღარ არის სამედიცინო სიტყვა თქვეს წერილები არის ყველაზე მაგარი რა ჩემთვის რა ეგეთ რაღაცეებში რა იმიტომ რომ წერილს ვერ იყიდე იმ ყველაფერს იყიდე და წერილს ვერ იყიდე მადლობა წითლა წერია დიძე ბასტო შენ ხარ ყველაზე მაგარი როჟა შენ ოღონდ რამე მოისურვე თუ სხვა რაღაც წერია მეცა სეტანა სპორტში კარგი პლეიმეიკერები და კარგი კონტენტ კრეატორები ერთნაირად გვიყვარს. შენი კრეატიულობაც ჩვენთვის პრაიმ დე ბრუინის ან ბელინგემის თამაშს არ ჩამოუვარდება. მაყურებელთა გულების მოგება მარტივი გამარჯვება არასდროსაა, მაგრამ შენ მშვენივრად გამოგდის. იმედი გვაქვს ეს საჩუქარი დამატებით მოტივაციას მოგცემს აბა შენიც. პედრი რო ეწეროს ბელინგემის მაგრად 244 ჯერ მაგად ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ამითაც ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა რა. მობილურზე რო დააწეპო ეს საკაროჩე და მე
ბანაობის დროს კედელზე მიაწეპო და ჩემ ვიდეოებს უყუროთ მაგის უყურო ჩემ ვიდეოებს მე თვითონ მე ვუყურო მაგის საშუალება არის მაგრამ გაასწორა იმიტომ რომ არ აქვს ჩემ მოგლოს არ მაქეგა ეს რაღაცა გასაკეთებელი რო გაიკეთო ერთი გოგო არის ძალიან ვერთობი მაგ გოგოს კონტენტზე რა იქებს იძახის ბიჭების რომ ეს არ შემილია ის არ შემილია იქებს ანუ რაღაცებს რაც გაჟრიალებს რა ბიჭებზე რა იუმორისტული კონტენტია და სიამოვნებს და უყურებ და ვერთობი რა და ამაზე ქონდა ერთი ვიდეო რომ ეს ბარსეტკა რო უკვე ეს ჩანთა რო უკეთიათ რა მაგ არ შემილია მე ვატარებ პასპორტებს ეს ვლოდ ამაზე გამახსენდა რა მე აქედან მოგმართავ არიც მიყურებ არ მიყურებ დიდი ალბათობიდან მიყურებ მაგრამ აქედან მოგმართავ რომ კაია ვერთობი რა მე რა რო შეიძლება მე ბარსეტკა რაღაცა თეთრ პოტასები აქვს ნათქვამი თეთრი მაცვი და მიკროფონი რაც თქვი რომ მიკროფონი ჯეკი იმისთვისაა რომ ეს მიკროფონი ქონდეს ძალიან საიმოდ მიკროფონს ძალიან ნიშნავენ ისა კაი ვიდეო ისა განახი ეს მაგნანახი დები ქარჩავების კონტენტში დები ქარჩავები ძალიან ჯიჯი დები არიან ანუ ძალიან გროლები არიან რა მიკროფონია რომელიც ესე რაღაცებს იზა მოდი ბარი მაქვე ვიტყვი რახან სეტანტას მერჩი დავაამბოქსე პირველ რიგში უმეს მადლობა და ძალიანაც ნუ გამანებრივ თორე შეიძლება თავზე გადავიჯვა მაგრამ ჯერ არ მაგადაჯმული ამიტომ არ ენერვიულოთ უცებ რაღაცას გეტყვით სეტანტაზე ჩემი მაქვს საკუთარი პრომოკოდი სეტანტა არის ოფიციალურად Bast of Fantastos მეგობარი კომპანია უღრმეს მადლობა დაფასებისთვის პირველ რიგში და ეს არის ჩემი პრომოკოდი და სხვათა შორის სადავამოღამე იცი რომ პირველ რიგში Basto დიდი ასოებით უნდა ჩაწერო იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა მომწერა რომ Bastos წერ და არ მუშაობს თუმე დიდი ასოებით უნდა ჩაწეროთ Basto ეგ აუცილებელი რომ Basto დიდი ასოებით ჩაწეროთ და მეორე ისა რომ ვისაც უკვე გააქვთ სეტანტა შეგიძლიათ Basto ჩაწეროთ და შემდეგ თვეზე გქონდეთ ის ფასდაკლება ნუ არ არის აუცილებელი რომ ახალი მომხმარებელი იყოს შეგიძლიათ ანუ მე საკუთარი მე ხომ მქონდა სეტანტა და პროსტა ჩავწერე და შემდეგ თვეზეო დაგაკლდებაო ანუ საკუთარი პრომოკოდი გამოვიყენე ანუ maybe was up G ხო და აქვე იმას ვეტყვი რომ სეტანტა სპორტსმა და ლიგა 1-მა მე და ჩემ თმა ხშირ მეგობარს რომელსაც თმა აქ ყველგან აქვს ანუ წარბის ზევით ეგრევე თმები ეწყება ძალიან გრძელი თმა ხოჭუჭა ტიპი არის ნიკოლოს ტაბატაძე რომელიც წერს რომელსაც აქვს თავისი Facebook გვერდი და ქვია ტაფსონას ფიქრები ფეხბურთზე და ანუ არა ქვია ტაფსონა და აღწერა აქვს ტაფსონას ფიქრები ფეხბურთზე იდეალური მწერალი არის რომელიღაცა აი რა ვიცი მე კონსტანტინე გამსახურდიას ფიქრობ რა კონსტანტინე გამსახურდიას რეინკარნაცია არის ადამიანი მე და ეგ ადამიანი მაგ პატივი რომ მაგ ადამიანთან ერთად სეტანტა გვიშვებს მე და ტაფსონას მარტო იმაზე რა ქვია ლიგა 1-ის full experience ესე ქვია რა და წავალთ პარიზში PSG-ს თამაშზე მე წავალთ ლიონში ლიონის სენტ-ეტიენზე დავესწრებით ოღონდ იქ რაღაც 5 ვარსკვლავიან რესტორნებში ვიულით და ანუ ყველა მთლიან full experience გავივლით რაც ლიგა 1-ს შეუძლია ლიგა 1-მა შეუძლია ადამიანს მიანიჭოს და შემდეგი ვიდეო აქედან იქნება რო იცოდეთ ვლოგის სტილის გილოცავთ სხვანაირი ვიდეო დაიდება Bast of Fantastos გამომწერებო Bast of Fantastos არხზე მე და ტაფსონა წავალთ და ძალიან მაგარ კონტენტს იქიდან შემოგთავაზებ ჩემი არხისთვის იქ სეტანტაზეც რაღაცას გავაკეთებ მაგრამ ჩემი არხისთვის ცალკე ისეთი რომ აი სეტანტაზე რო არ დეიდება მსგავს რაღაცებს ჩემ არხზე დავდებ რომ ჩამოვალ ეგრევე მივდივარ კომპანიასთან რომელთან ერთადაც გავაკეთებ აყლიოს კი შევირჭე მაგრამ მართლა ვაკეთებ მაგ კომპანიასთან ერთად მაგ რაღაცას და უკვე სტუდიაც მაგ ეხა აქ პოდკასტს ვერ დავიწყებ მართლა ანუ ამის იქით გადასავარდნი ანუ ჩემი სკამის აი აქ რასაც კადრესაც მოჭრილი იმის იქით არის გადასავარდნი ანუ დედამიწა მთავრდება და ამის აქეთ საძინებელია სადაც ნანუკაც ძინავს ხო და შეუძლებელია რომ აქ რაღაც გავაკეთო ამიტომ ჭირდება რაღაცა სივრცე სადაც 2-3 კაცი დაეტევა ამიტომ უკვე დალაგებული მაქვს ეგ ამბავი და მაგასაც რა თქმა უნდა მოგართმევთ ჩემო საყვარელო ძირფასო ტელემაყურებლებო თუ დაფიქრებულ ხართ აი ხა იყურეთ დაახლოებით mind blows ამბავს გეუბნებით რა mind blows რომელიც არ იგუგლება და უბრალოდ ჩემი დანაფიქრალია თუ დაფიქრებულ ხართ იმაზე რომ ფეხბურთში რატო არის ყველაზე მეტი აი მაგალითად ბეთები ანუ ესეთი აი რაღაცა ბეთები ტოტალიზატორები კაზინოები რატო აკეთებენ ყველაზე დიდ პრომოუშენს ანუ ფეხბურთში რატო შესულები რა ანუ თუ დაუკვირდებით კალათბურთი რავი ტენისი აი ტენის როლექსი ყავს მაგალითად კალათბურთს ხო ანუ
სხვა სპორტები რო ავიღოთ, ბეთები მაგდენ ფულს არ ხარჯავენ, რამდენ ფულსაც ხარჯავენ ფეხბურთში. და რატო არის თქვენი ეს ეგრე რომ ფეხბურთი არის აი ეგეთი პოპულარული ბეთებისგან რატო წყალობს ბეთები ესე რომ ძალიან ბევრ ფულს ბეთები ასხამენ ფეხბურთში. ზუსტად მოგცემთ 3 წამს რომ დაფიქრდეთ თუ პასუხი არ იქნებათ ყველა ხო არ მოგაცდენთ ახლა მაყურებლებო და მე ჩემ პასუხს გეტყვით 1 2 3. იმიტომ რომ ჩემო საყვარლებო და კარგებო ფეხბურთი არის ყველაზე არაპროგნოზირებადი სპორტი. ანუ ფეხბურთი არის სპორტი რომელშიც პროგნოზის დადება არის ყველაზე რთული. ანუ ვინ გაიმარჯვებს, ვინ წააგებს, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად ავიღოთ ყველაზე დიდი გუნდი. მოდი. ავიღოთ დღეს ყველაზე მაგარ ფორმაში ვინც არის რა, PSG და Barcelona, ეგ ორი გუნდია, რომელიც დომინირებს დღეს. ერთდროულობაში რო არ ჩამომართოთ, PSG ავიღოთ დღეს რაც არის PSG, თავისი დუეტი, კვარაცხელიათი, დემბელეთი, რა ვიცი რა, ყველათ საერთოდ. დღეს რო PSG ჩამოვიყვანოთ საქართველოში და ვათამაშოთ, მოდი ავიღოთ ტორპედო ავიღოთ მოდი რა, რომელსაც გულშემატკივარი ყავს, რაღაცა ლეგასი აქვს, ტორპედო და რო ჩამოვიყვანოთ PSG PSG ტორპედოს რო დაეჯახოს და 1000 თამაში რო ითამაშენ, ხო იცით როგორც ხდება სტატისტიკა, ეხა AI-ს რო უთხრა 1000 თამაში თავის გონებაში ათამაშებს და საშუალო არითმეტიკულს გეტყვის ვინ მოიგებს. ეგრე ვქნათ დაახლოებით რომ 1000 თამაში ვათამაშოთ PSG ტორპედოს. ჩემი გადმოსახედიდან PSG 1000-დან 1000 თამაშს ტორპედოს ვერ მოუგებს. ძალიან მცირე რაოდენობით ტორპედო შეიძლება 1-0 მოუგოს, იმიტომ რომ გოლი გაუტანს, მე დაცვაში ჩაწვეს და მე იმას არ გაუმართლოს, ზელებს ურტყას ბურთი, რა ვიცი, აი რაღაცები მოხდეს და 1-0, 2-1, რა ვიცი, პენალტი დაიდოს PSG-ს კარში და ტორპედომ გაიტანოს, ანუ რაღაცა ისე მოხდება, რომ 1000 თამაშიდან სადღაც 1% მოიგებს ტორპედო, 2% ნიჩია დამთავრდა და 97% მოიგებს PSG. და ძალიან დიდი სხვაობაა დონეებს შორის, ხო? ანუ სოფლიოს საუკეთესო გუნდი და ქართული არაპირველი გუნდი დღეს. ანუ საბოლოო ჯამში ისე თქვა მინდა რა, რომ ფეხბურთის შედეგის პროგნოზირება არის ყველაზე რთული. ანუ სუსტმა შეუძლია ძლიერს მოუგოს. რაც სხვა სპორტში ეგრე არ ხდება, ანუ განსაკუთრებით, ანუ აი თვალსაჩინოდ სუსტმა, თვალსაჩინოდ ძლიერს ვერ უგებს. არ ვიცი, არ ხდება არსად ეგრე. ზუსტად ამიტომ ბეთი რა არის, რომ ბეთავ რომ ამან ამას მოუგოს, ან ამან ამასთან წააგოს. და ასე შემდეგ, ანუ მაგიტო ზუსტად მაგიტო რომ ფეხბურთში ყველაზე რთულია პროგნოზის გაცემა და თქვა ვინ მოიგებს წინასწარ ზუსტად მაგიტომ, ოღონდ ყველგან ეგრეა, ყველა ფეხბურთში ეგრეა. იქ NBA-ია მარტო და NBA-შია დაძაბულობდი რომ ყველა ასე თუ ისე ძლიერი გუნდია. ფეხბურთში ყველა ნებისმიერი გუნდი, აი მაღალი დონის გუნდზე მაქვს საუბარი. პირველი 200 გუნდი რო აიღო რაც არის, ან 100 გუნდი რაც არის, მაგაში ყოველთვის არის ინტრიგა რა. ზუსტად მაგიტო ადამიანის თვალებისთვისაც, ვინც უყურებთ სპორტი ეგაა, რომ აი წინასწარ არ იცოდე გამარჯვებული რა, სპორტი აზარტია რა და ზუსტად მაგაში აზარტი რომ არ იცი ზუსტად დარწმუნებული არ ხარ ვინ მოიგებს წინასწარ რაღაცას და ბეთიც მაგიტო ძალიან ბევრ ფულს იხდის რომ ფეხბურთელებს ბევრი ხელფასი ჰქონდეთ, ფეხბურთელები ჰაიპში იყვნენ, ფეხბურთელებისგან ბევრი კამერა იყოს რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს უნდადეს ფეხბურთელობა და ვისაც ფეხბურთელობა უნდა მე მაგ ფეხბურთს უყურებდეს იმ ზუსტად მაგიტომ იდება ძალიან ბევრი ფული ბეთში იმაში ფეხბურთში. ეს არის რაზეც ნაფიქრი მაქვს და მე რომ ნაფიქრი მაქვს და ნასაუბრები მაქვს კომპეტენტურ ადამიანებთან ყველა დამეთანხმა რა და ბევრს არ ქნა სხვა შორის ამ ჭრილში ნაფიქრი რა რო რამე რა ოქრიაშვილი იყო მისული მაფიაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას მაფიას უყურე თქვენც ალბათ ბევრმა თქვენგან მოუყურა ერთ რაღაცას დაზუსტებით ვიტყვი იმას რომ არ ვიცი აი ემოციურად ვულოცავ პირველ რიგში ნოდოს G1G-ს ვეძახი მე და თქვენს G1G დაუძახეთ, იმიტომ რომ G2G მეორედია, ანუ G1 გამოდის, მაგრამ მე G დავამატოთ რა. G1G-ს ულოცავ, ძალიან კარგი თამაში ქონდა, მაგრამ ერთ რაღაცას დავაკვირდი. შეიძლება აი მაყურებლის გადმოსახედიდან ვიყურები, ხა და მაგითაც რომ დაიყავს ხონად მეფიქრა, მაგრამ ჰიტა იმ მომენტში, რა ვიცი, ჰიტასთან თამაში რამდენი გაქვს ნანახი, ანუ უამრავი თამაში მაქვს ჰიტასთან ნანახი. ჰიტა იქ რასაც ბაზრობდა, იყო 100% გულწრფელი. ანუ რას ამბობთ, რომ ემოციურად ჰიტას აჯობა ვინმე, ანუ ემოციურად ჰიტაზე გულწრფელი ადამიანი იქ არ არსებობდა. და ძალიან გამიკვირდა რა, იმიტომ რომ ანუ ჰიტა არის უემოციო ადამიანი, უემოციო როგორ არის, ძალიან დიდი ბევრი ემოცია აქვს და ემოცია, ანუ რავი, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ადამიანი შინაგანად, მაგრამ ზოგადად გამომხატველი არ არის. და როცა ადამიანი გამომხატველი არ არის და თან არის მსახიობი არ არის და გამოხატავს
რა თქმა უნდა მართალია 100% მართალია მაგას რა თქმა უნდა ბევრი ბაზარი ანუ მაგაზე როგორ არ იფიქრებს ვერ ხვდები შეიძლება ისევ იგივეს ვიტყვი რომ გარედან უყურებდი რა და იქ იყო ერთი ძალიან საცილო კომენტარი რომ ჯითო ჯიძახეს ხომ რომ არ აღმერთო აი მე ღმერთო და ოქრის საფირმო ფრაზა არის აღარც ღმერთი და ვიღაცამ დაწერა არ აღმერთო მაგარი ის არის რომ არ აღმერთო versus აღარც ღმერთი კი და აღარც ღმერთი versus არ აღმერთო ამას იმიტომ საუბრობ რომ შაუთავუთი გავუკეთო ძალიან კაი კომენტარი იყო მადლობა ადამიანო რომ ეს კომენტარი დაწერე და სხვა შორის რო იცოდეთ აღარც ღმერთის ვარ აღარც ღმერთი ოქრის ბევრჯერ აქვს მოყოლილი მაგრამ მეც მოვყვები უცებ რა ძალიან მარტივად ინფორმაციულად რომ გქონდეთ ეს ამბავი როგორ მოხდა Короче, თამაშობდითო, წავაგეთო თამაშიო და მოვიდა ინტერვიუერიო და მეკითხებაო რომ რა როგორ რაღაცნაირად და მინდოდაო რომ ღმერთის წყალობით შემდეგი თამაში რაღაც მაგის თქმა მინდოდაო, მაგრამ მე შუა ლაპარაკშიო გამახსენდაო რომ წინა თამაშიო 5-0 წავაგეთო და იქ ვთქვი რომ შემდეგი თამაშიო ღმერთის წყალობითო რაღაცაო და მაგ შუა პროცესში რომ ამბობდი რომ ღმერთის რაღაცაო გამახსენდა რომ წინა თამაშიც ეგ ქონა ნათქვამი და 5-0 მქონა წაგებული და ეხაც წავაგეთო და ღმერთ და აღარც ღმერთიო გამახსენდა და აღარც ღმერთიო თქვი რომ რა რო იცოდეთ ისე როგორ დაალაგდა ეგ ამბავი რა ანუ აღარც ღმერთია ესე რა ვთქვამს ანუ რაღაცა ის სიკვენსია რა მიმდინარეობაა რომ ძალიან ოქრი მაგრა გამისწორდა სხვა შორის როგორ რა დამოკიდებულებითაც იჯდა აქედან რა ვიცი თუ მიყურებ ძალიან გამიხარდება პელოროქსი და თუ არ მიყურებ პროსტა დაუფიქრებ ჩემ 8000 მაყურებელს რომ ჯიგარია ოქრი ძალიან რა მაგრა გამისწორდა და პირადი მაგადიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო რა თქმა უნდა, მაგრამ თავობამ ხელი არ შეუწყო და პირობას გაძლევთ, რომ ეს არ არის მარტო ოქრის ბრალი, საფეხბურთო თვითონ თავობა საფეხბურთო რაც იყო საქართველოს ნაკრების მაგ დროს, არავინ мотиваციას არ აძლევდა. ეხლა კვარასნაირი ტიპები არიან ერთეულები რა, ეხლა კვარა ბევრი ბიჭი, ეხლა ბევრი ნიჭიერი ადამიანი მაგას არ ვიძახი, მაგრამ კვარა რომ ნაპოლიში გადავიდა და სკუდეტო მოიგო და ეგეთი რაღაცები გააკეთა ეგ мотиваციას აძლევს ადამიანს რომ მოდი სხვა აი რაც წინაზე ვთქვი რომ სპორტსმენებს რაც აქვთ რა მოდი სხვა მოდი ცუნებებზე უარი ვთქვა ცოტა რთულია ცუნება მაგას ნიშნავს რომ უარის თქმა რთულია ხა თუ უარის თქმა მარტივი მაგალითად მოდი ვიდეო თვალი არ შევჭამო მარტივი ცუნება არ არის და ცუნებაზე რო უარი თქვა მაგას мотиваცია ჭირდება და რაღაც პუნქტში ალბათ იმ დროს мотиваცია არ იყო ეგეთი თორე ოქრის რო ყოლოდა მაგალითად კვარასნაირი ვინმე ან თვითონ ოქრი ყოფილიყო კვარასნაირი ამბავში ჩემი აზრით ძალიან მაგარი ძალიან ნიჭიერი იყო და ამიტომ რაღაცა ოქრიზე ხანდახან არის ხომე რაღაცა უცნაური დამოკიდებულება არის ხომე და მაგას მინდა რომ გავემიჯნო იმიტომ რომ გარემოება ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენ ცხოვრების განვითარება როგორ განვითარდება ჩვენი ცხოვრება რა არ ვიცი ოქრი აქედან გულშემატკივრობ როგორც რა ვიცი ფეხბურთს განვებ რაღაცა ცხოვრებაში შენი ადგილი გეპოვნოს ძალიან მინდა იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხარ პირველ რიგში და ნიჭიერი ხარ რა მაგარი მევასება ფინტავში გატიპები და მაგარი ფინტავში გატიპი ხარ ეხა ხანს შემხვდა კიდე TikTok-ზე გამახსნა ეხა ხანს შემხვდა ვიდეო შშმპირი იყო დანით მოვიდა პოლიცია და პოლიცია ანუ წარმოიდგინეთ ვიღაც ტიპი იყო შშმპირი იყო დანით და პოლიცია იყო ღობისაკეთ აქ ვიდეოს ვანახებს სანამ ის ყველაფერი მოხდებოდა მანამდე ვიდეო მონათებულია ღობისაკეთ იყო პოლიცია და აქეთ იყო ეს შშმპირი დანით რაღაცებს ემუქრებოდა მე მოტრიალდა და პოლიციისკენ წავიდა თავდასხმისკენ კი არ წავიდა ესე გადადგა ნაბიჯები რა ოღონდ შშმპირი იყო და იქიდან უყვირიან რომ შშმპირი არისო აფრთხილებენ პოლიციას რომ შშმპირი არისო და წარმოიდგინეთ დანით არის ტიპი სამი პოლიციელი დგას იარაღით და თან ღობე იცავს ანუ ღობის იქით არის ეს შშმპირი ღობის აქეთ არიან პოლიციელები იარაღებით და ეს დანით არც მორბის არაფერი მოდის რაღაცა ნაბიჯებით და 9 ტყვია ესროლეს მაგ ტიპს რა წარმოიდგინეთ 9 ტყვია ესროლეს ამის კადრები TikTok-ზე დევს რა ანუ სროლის კადრები ხმებია დატოვებული მაგრამ ოფიციალური ამბავია რომ როჟას რომელიც შშმპირი იყო და იცოდნენ რომ შშმპირი იყო 9 ტყვია ესროლეს პრევენციის მიზნით ანუ დანაშაულის პრევენციის მიზნით 9 ტყვია ხა არ განვიხილავ ანუ ეგ ამერიკაში კი მოხდა მაგრამ არ განვიხილავ რომ ამერიკაში ხდება და ისაკ ან ეგ არ არის ეგრე რა ანუ ჩემთვის ადამიანურად განვიხილავ ხა მაგას რა ანუ ჩემთვის დედამიწა და ადამიანიანია რა
და როგორ უნდა სამივეში როგორ დაალაგდა ისე, სამივე ტიპის თავში, სამივე რანაირი როჟა ისეთი რანაირად, რას ფიქრობდა, რომ შეშმა პირს გააქნეს და 9 ტყვია ესროლეს, ეგ ადამიანი მაგას როდის აკეთებს ახლა რა ადამიანი არის გაბოროტებული და თავის ძალაუფლებას იყენებს, რომ იცის, რომ იქ საფუთებში დაწერსო დანით მოდიოდა ტიპი. და ამას როცა იქ უწერია, კანონში უწერია, რომ როცა დანით მოდის ტიპი, ამას უფლება აქვს ტყვია ესროლოს. და ზუსტად მაგ ტიპს მარტო კანონი ამოძრავებს, მორალი არა აქვს რა. უმორალო როჟა არის, მაგისთვის არის კანონი მთავარი, უზენაესი. კანონის იქით, არ ვიცი, ადამიანია, ცხოველია რა, ცხოველიც არ არის, ინტელექტუალი სიბოროტე არის რა, რაღაცა ადამიანის სხეულში არსებული არ ვიცი როგორ ავხსნა რა. წარმოიდგინეთ, როჟა რა საშიში ადამიანია, რომლისთვისაც ყველაზე უზენაესი, რაღაცა ბირკეტი შემაფერხებელი რაღაცა ცუდი არ ჩაიდინოს, არის კანონი მხოლოდ. რა დებილო, კანონზე რო ხართ, ადამიანი თუ ეგეთი ადამიანი არსებობთ, რომლისთვისაც მარტო იმიტომ არ ჩადიხართ დანაშაულს, რომ კანონი გიკრძალავთ, იცოდეთ ჩემგან, იცოდეთ პირობას გაძლევთ, რომ თქვენ ხართ ნებისმიერი სხვა ადამიანის ფეხის ფრჩხილის ფასი. თქვენ არ ხართ ღირსი, რომ დედამიწაზე თქვენი უფლება და ნაბიჯის გადადგმა და ვაფშე რას ჭამთ, რას შეჭამთ, რას გააკეთებთ, რაზე იფიქრებთ, მაგის თავისუფლება გქონდეთ. თქვენ არ ხართ ადამიანები და ყველა ვინც ეგრე მორალური ღირებულება არ აქვს, რომ ტიპი, მაგას რამდენხელა IQ ჭირდება, რა ლოგიკა ჭირდება, რამდენი ემოციური ინტელექტი ჭირდება, რომ შეშმა პირი შენკენ მოდის დანით, 3 სირით გახართ იარაღით და პრევენციის მიზნით 9 ტყვიას ესვრით. რო გაარტყავთ ყველა ტიპი, რომ დაეცემა ის დანით რისი გამკეთებელია მაგის შემდეგ 8 ტყვიას ზემოდან რატო ესვრი. გულწრფელად მაგას მაგ დროს თქვენ რას ფიქრობთ, რომ რაზე ფიქრობდა ადამიანი. მე ჩემი გადმოსახენა, ჩემი ანალიზი ესეთია, რომ ეგ ადამიანი არაფერს არ ფიქრობდა, უბრალოდ სურვილი აქვს, რომ ვიღაცას ძალაუფლება ვიღაცაზე გამოიყენოს და კანონში უწერია, რომ შენ თუ თავს დაგესხმებიან ან თავს დასხმას იგრძნობ და ჩათვლის საჭირო დროის თავს გესხმის და თავის დაცვის მიზნით შეგიძლია ესროლო. და ეგ გაიაზრა სამივე ერთად ეგ როგორი რობოტიზმია დამუღამებთ, რომ როგორი რობოტობაა, რომ შანსი აქვს თავს მესხმით, მოდი ამას ეხლა 9 ტყვია ვესროლოთ და მე გავამართლები, იმიტომ რომ დანით ჩვენკენ მოდის. როგორი რაღაცა იცი, რომ საცოდავები არიან რა. წარმოიდგინეთ, ადამიანად მოევლინენ სამყაროს, გამომართლათ, რომ ადამიანებად დაიბადნენ და რესურსი აქვთ იმის, რომ განვითარდნენ, რესურსი აქვთ იმის, რომ იფიქრონ. რესურსი აქვს იმით, რომ ძალიან მაღალ მწვერვალებზე ავიდნენ მორალური რაღაცა განვითარების და ბევრ რაღაცას ჩატყვნენ და დედამიწა შეიგრძნონ და ბევრი რაღაცა გააკეთონ და ეგეთი სირებად ჩამოყალიბდნენ მართლა გულწრფელად ძალიან მეწოდებიან. კანონი არის მოფიქრებული მეგობრებო წესრიგისთვის. კანონი სამართალს არ ემსახურება. როცა კანონი შენთვის არის სამართალი, მაშინ შენ არასწორად აზროვნებ ვაფშე რა. იმიტომ რომ სამართალი ყველაზე ახლოს სამართალთან, სამართლის შეგრძნებასთან არის სინდისი. სინდისზე მეტი სამართალი ვერავინ ვერ დაგიწერს და არაფერი არ არსებობს რა. და ძალიან დიდი მადლობა რომ გვაქვს ეგ ნიჭი, ყველა დამნაშავე მიცის, რომ არასწორია, ყველა მოსამართლე მიცის თქვათ, რომ არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, ყველა პოლიციელმა იცის, ვისაც არასწორად მოიქცა, რომ არასწორად აკეთებს, სინდისი ყველას გვაწუხებს. ეგ არის ერთადერთი ინდიკატორი, სინდისი არის ერთადერთი რაღაც, რაც სამართალს ემსახურება და დანარჩენი კანონი, წესები, წითელი, მწვანე, ყველაფერი მორჩილება და ემსახურება დანარჩენი წესრიგს რა. და სამართალი ბევრად დიდია, მაღლა დგას, ბევრად ძვირფასია, ვიდრე წესრიგი რა. და ის ნაბოზრები, ვინც 9 ტყვია ესროლეს იმ შეშმ პირს, არიან წესრიგის ცველები და არა სამართლის რა. და არასდროს არ გეგო, არავის არ ეგონოს, რომ სამართალ დამცავი არის სამართალ დამცავი, არის წესრიგის დამცავი. უნდა შეეცვალოს მაგას სახელი. მოკლედ დაგემშვიდობებით ახლა. არ ვიცი დიდი ვიდეო გამოვიდა თუ პატარა ვიდეო გამოვიდა.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ. შემდეგი ვიდეოები იქნება ძალიან სახალისო. ერთი სული მაქვს დაიწყოს ის ტრიპი მე და ტაფსონასი, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ ჩემებური ვლოგებიც ცდა მინდა რა. იმიტომ რომ მგონია რომ ვლოგები რაღაც პონჩი ჩემთან ახლოს არის და იმიტომ რომ კომუნიკაცია არის მაინც და დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა. დააკომენტარეთ. რამე თუ შეიძლება უმექნება, რამეს თუ გამომიგზავნიან რაღაც თუ იქნება, აუცილებლად გავათამაშებ ხოლმე ჩემს გამომწერებში და იმედია ის ადამიანი ხა ალბათ მიყურებს. იმედია პირველივე წდაზე მოხდება გადაცემა, იმიტომ რომ დღეს რა ვიცი, ალბათ 3 საათი ჩალიჩობდით მე და ის ადამიანს, აი ხა მე არ ვამბობ რომ ის არ ჩალიჩობდა, ანუ ერთმანეთს ვეძებდით და მაინც საბოლოოდ მაინც შედგა რა. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი რაღაც ხარ გამომრჩა. ისე თქმა მინდოდა, არაფრის თქმა არ მინდოდა რა. მადლობა ძალიან დიდი. ცოტა ნასვამი ვარ, ოდნავ ნასვამი ვარ რა, ფრალი არ ვარ. მხოლოდ ნასვამი ვარ და თუ რაღაცა ისეთი ვთქვი, შემდეგ ვიდეოში ბოდიშს მოვიხდე თუ რაც ისეთი ვთქვი, რაზეც ფხიზელი არ ვიტყოდი. იყავით ფხიზლები, რომ მე ეჭვი არ გეპარებოდეთ რა თქვით და რა არა. კოცნით ძალიან მიყვარხართ. 8000 ხო ხართ? მილიონერი თუ გავხდები 8000-ს მაგრამ გესწორდებათ რა. პირობას გაძლევთ მაგისას. ერთ რაღაცას დავამატებ. ჰამაკზე ყურადღება მიაქციეთ ჰამაკს, ვისაც გამოწერილი აქვს გამოიწერეთ, იმიტომ რომ ჰამაკი ხა ისეთ რაღაცას აკეთებს, რომ ვამაყობ მართლა გეუბნები რა. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის და ეს თუ გამოუვა ძალიან ბევრ ადამიანს კარს გაუხსნის, რავი, სოფლიო მასშტაბზე, სოფლიო ასპარეზზე. ამიტომ დიდი მადლობა ყველას გაფასებთ, ყველა კომენტარს ვკითხულობ. რა ვიცი, აი, ყველა კომენტარი კარგია ხოლმე და რატომაც არა რა, ანუ დიდ სიამოვნებას ვიღებ. ჩათვალეთ რომ მაგითი მე ფულს მიხდით რა, ანუ მე ხო უფასოდ ვაკეთებ კონტენტს ხა, არავინ subscribe-ში ფულს არ იხდის. უბრალოდ მოვდივარ და ვალდებულებასავით ვიცი რომ ყოველ კვირას თქვენ ჩემი რაღაცეები უნდა მოგცეთ, მოგაწოდოთ ვიდეო უნდა გავაკეთო და თქვენ რო იცოდეთ რასაც მე ვშრომობ, თქვენი კომენტარი, თქვენი ლაიქი ჩემთვის შესაბამისი ანაზღაურება და საერთოდ ამჭირდება სხვა ანაზღაურება ამ საქმის აკეთებლად რა, ამიტომ იცოდეთ რომ ბარი-ბარში ვართ, ჯიგრები ხართ, თუ მე ჯიგრად ვთვლით, ასევე მე ჯიგრად ვთვლით რა. გაკოცეთ, წავედი რა.